ვინც არის ის ისტორიაში იყო ერთი მეფე, რომელსაც ბევრი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევს. ის მდიდარი იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრი ოქრო ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ მისი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოქროს მაღაროებსაც აკონტროლებდა. ასევე აფრიკაში ვაჭრობის მნიშვნელოვანი მარშრუტებიც მის ხელში იყო. სიამდვილეში იმდენი ოქრო ჰქონდა მის იმპერიას, რომ როცა მექაში მიემგზავრებოდა, გზად უამრავ ადამიანს ურიგებდა ოქროს. და იმის გამო რაც გააკეთა, რამდენიმე ქალაქში ოქროს ღირებულება დროებით დაეცა. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ ის არ იყო ევროპელი და არც თანამედროვე სუპერძალის ლიდერი. ის იყო მეფე მალის იმპერიიდან, დასავლეთ აფრიკაში, სამეფოდან, რომელიც ოდესღაც ოქროს, ვაჭრობისა და ცოდნის ცენტრი იყო. და მეფე, რომელზეც საუბრობ, არის მანსა მუსა. მაგრამ კითხვა ისა, როგორ გამდიდრდა ის ასე? და როგორ შეძლო მან ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლიერი იმპერიის მართვა ისტორიაში? ამას ახლა დავიგებთ. მაგრამ სანამ დავიწყეთ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარება. ასე რომ, დავიწყოთ. მანამდე სანამ მანსა მუსა ცნობილი გახდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, მისი ისტორია იწყება აფრიკაში, ერთ დიდ იმპერიაში. მუსა დაიბადა დაახლოებით მე-13 საუკუნის ბოლოს, მალის იმპერიაში, დასავლეთ აფრიკაში. სახელი მუსა არაბულად ნიშნავს მოსეს. იმ დროს მალი უკვე ერთ-ერთი აღმავლობაში მყოფი სამეფო იყო აფრიკაში. აქ ბევრი ვაჭარი გადიოდა, რადგან ეს ადგილი ხელსაყრელ ადგილას მდებარეობდა ვაჭრობისთვისთვის. მუსას მამა იყო ფაგალაიე. ის კეიტას ოჯახიდან იყო და კეიტას ოჯახი მართავდა მალის იმპერიას. თუმცა მისი მამა მეფე არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ისინი იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოჯახად ითვლებოდნენ. ისტორიკოსებმა მისი დედის კანკუს შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან. იმ პერიოდში ბევრ ქალზე ძალიან ცოტა რამ იყო დაწერილი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქალებსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ მათ საზოგადოებაში. ისინი ეხმარებოდნენ ნივთების, ქსოვილების, წამლების და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში, ტეთებაში თავიანთი თემებისთვის. ეხა იმისთვის რომ გავიგოთ როგორ გახდა მუსა მნიშვნელოვანი ადამიანი, ჯერ უნდა გავიგოთ როგორ დაიწყო მალის იმპერია. მანამდე სანამ მალი გაძლიერდებოდა, იმ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ძლიერი სამეფო იყო. ეს იყო განას იმპერია. მრავალი წლის განმავლობაში განა აკონტროლებდა ოქროსა და სხვა ძვირფასი პროდუქტების ვაჭრობას დასავლეთ აფრიკაში, ამიტომ მათი სამეფო გამდიდრდა და გაძლიერდა. მაგრამ დროთა განმავლობაში განა დასუსტდა და დაიწყო გვალვა, სამეფოში შიდა ბრძოლები და ასევე შეიცვალა სავაჭრო მარშრუტები. და ამის გამო ნელ-ნელა დაკარგა თავისი ძველი ძალა. როცა განა სუსტდებოდა, სხვა სამეფო ძლიერდებოდა. ეს იყო სოსოს იმპერია, რომელსაც სუმაორო კანტე ხელმძღვანელობდა. მან დაიპყრო ბევრი მეზობელი ტერიტორია და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მმართველი რეგიონში. მაგრამ დიდხანს არ გარძელდა ეს, რადგან ერთი ადამიანი მას შეეწინააღმდეგა. მისი სახელი იყო სუნდიატა კეიტა. ლეგენდების მიხედვით, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცა, სუნდიატა კეიტას ბავშვობა მარტივი არ ყოფილა. მან ბევრი სირთულე გადაიტანა, სანამ ლიდერი გახდებოდა. როდესაც ის იზრდებოდა, ნელ-ნელა აერთიანებდა სხვადასხვა სამეფოსა და მმართველებს, რომლებიც ასევე სურდათ სოსოს იმპერიის ძალაუფლების დასრულება. ამის შემდეგ დიდი ომი დაიწყო. 1335 წელს სუნდიატას ჯარი და სუმაორო კანტეს ჯარი შეეჯახნენ ბრძოლაში, რომელსაც შეცვალა დასავლეთ აფრიკის ისტორია. და აქ სუნდიატამ გაიმარჯვა. ამ გამარჯვების შემდეგ მალის იმპერია გაძლიერდა, ამის შემდეგ მათი ტერიტორია სწრაფად გაფართოვდა, მათ გააკონტროლეს მნიშვნელოვანი სავაჭრო მარშრუტები და მსოფლიოს უმსხვილესი ოქროს საბადოებიდან რამდენიმეს. და როცა მალის იმპერია კიდევ უფრო მდიდარი და ძლიერი ხდებოდა, კეიტას ოჯახიდან ერთი ბიჭი ნელ-ნელა იზრდებოდა. და ეს ბიჭი იყო მუსა. და ერთ დღეს ის გახდება მალის იმპერიის ყველაზე ცნობილი მმართველი და ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. თუმცა სუნდიატა კეიტას გარდაცვალების შემდეგ მალის იმპერიაში მმართველის შეცვლა მაშინვე კარგად არ წარიმართა. იყო შვილები, ნათესავები და სხვა არისტოკრატიული ოჯახის წევრები, რომლებსაც შეეძლოთ გამხდარიყვნენ იმპერიის შემდეგი მანსა, ანუ მეფე. ამიტომ დაიწყო ძალაუფლებისთვის ბრძოლა. სუნდიატას შემდეგ პირველი მმართველი იყო მისი შვილი ული. ულის მმართველობის დროს მალის იმპერია განაგრძობდა გაფართოებას. ზოგი ისტორიკოსის თქმით, იმპერიამ კიდევ უფრო გააძლიერა კონტროლი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებზე, როგორიცაა ტიმბუქტუ და გაუ.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ექსპერტი ყველა დეტალს არ ეთანხმება, აშკარაა, რომ მალის იმპერია ძლიერი დარჩა მისი მმართველობის დროს. იმ დროის მრავალი მუსლიმი მმართველის მსგავსად, ულიმაც მექაში ჰაჯის აღსასრულებლად გაემგზავრა, რაც მუსლიმთა წმინდა მომლოცველობაა. თუმცა მალევე დაბრუნების შემდეგ ის გარდაიცვალა. ამის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო აირია. რამდენიმე მმართველი ერთმანეთს სწრაფად ცვლიდა ტახტზე მოკლე პერიოდში. იყო ადამიანები, რომლებიც ერთ კანდიდატს უჭერდნენ მხარს, ხოლო სხვებს სურდათ, რომ თავიანთი რჩეული გამხდარიყო მანსა. ამის გამო იმპერიაში შიდა დაპირისპირებები დაიწყო, მიუხედავად ამ პრობლემებისა, მალის სამეფო მაინც მდიდარი დარჩა და ამის მიზეზი მარტივია. მათ აფრიკის ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებს შორის რამდენიმე საკონტროლებდნენ. ვაჭრები, რომლებიც ოქროს, მარილს, ქსოვილებსა და სხვა პროდუქტებს ეზიდებოდნენ, მალის მიწებზე გადიოდნენ. ვაჭრობაზე იკრიბებოდა გადასახადები და არსებობდნენ სავაჭრო სამეფოები. ისინი იმპერიის ქვეშ იყვნენ და ასევე ხალხიც ცვლილს შეიტანდა მათ მმართველობაში. და კიდევ ერთი უნიშნულოვანესი სიმდიდრის წყარო მანსასთვის იყო ოქრო. იმ დროს მალის იმპერიის მიწებზე ძალიან ბევრი ოქრო იყო. ოქროს დიდი ნატეხები მანსას საკუთრებად ითვლებოდა. ამიტომ მისი მმართველობის სიმდიდრე მუდმივად იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მმართველობაში ცვლილებები ხდებოდა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც ნელ-ნელა აფართოებდა იმპერიის ძალაუფლებას. მის სახელი იყო საკურა. ის არ ეკუთვნოდა ტახტის მემკვიდრეთა მთავარ ხაზს. ამიტომ მისი ძალაუფლებაში მოსვლა განსაკუთრებული იყო. არსებობს ძველი ჩანაწერები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ადრე მონა იყო. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსის თქმით, შესაძლებელია, რომ მაშინ გამოყენებულ სიტყვას სხვა მნიშვნელობა ჰქონდა. და ეს არ იყო იდივე მონობა, როგორც ჩვენ მოგვიანებით საუკუნეებში ვიცით. თუმცა, მიუხედავად მისი წარმოშობისა, ერთი რამ ნათელია. ის შესანიშნავი ლიდერი იყო. საკურას დროს მალის იმპერია კიდევ უფრო გაფართოვდა და ისლამის სამყაროს სხვა ნაწილებთან ვაჭრობა კიდევ უფრო გაიზარდა. იმპერიის ტერიტორია ასევე გაიზარდა მისი ხელმძღვანელობის ქვეშ წარმატებული სამხედრო კამპანიების შედეგად. მალის კონტროლქვეშ კიდევ უფრო მეტი მიწა მოექცა. შემდგომში საკურამაც იმოგზაურა მექაში. თუმცა ის ცოცხალი აღარ დაბრუნებულა. ისტორიკოსებს ზუსტად არ იციან რა მოხდა მასთან. არსებობს სხვადასხვა ამბავი და ტრადიცია, რომლებიც მის სიკვდილთან დაკავშირებით განსხვავებულ მიზეზებს ასახელებენ. სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება კვლავ სუნდიატ და ქეიტას ნათესავებს დაუბრუნდათ. კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ მალის ახალი მანსა გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი იყო მუჰამად იბნ ქუ. ამ დროს მუსა უკვე 20-იან წლებში იყო და აქტიური წევრი გახდა სამეფო კარის. თუმცა ისტორიკოსებს ძალიან ცოტა რამ აქვთ ცნობილი მისი ახალგაზრდობის შესახებ. გაურკვეველია, როგორ მიიღო მან განათლება. ასევე გაურკვეველია, როგორ მოახერხა მან თანდათანობით მთავრობის უმაღლეს დონეზე მოხვედა. თუმცა აშკარაა, რომ როგორც კი მისი გავლენა კარზე იზრდებოდა, მით უფრო ძლიერდებოდა მალის იმპერია. და სწორედ აქ დაიწყო იმპერიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ამბავი. მანსა მუჰამედი მხოლოდ თავისი ტერიტორიის გაფართოებით არ იყო დაინტერესებული, მას ასევე აინტერესებდა რა იყო ოკეანის მიღმა. ძველი ჩანაწერების მიხედვით, მან ასობით გემი გაგზავნა ატლანტის ოკეანეში, მე-14 საუკუნის დასაწყისში. მათთან ჰქონდათ საკვები, წყალი და სხვა მარაგი გრძელი მოგზაურობისთვის. მისი ბრძანება მარტივი იყო: გაცულეთ დასავლეთისკენ და გაიგეთ რა არის იქ. გემები დიდი ხნით დაიკარგნენ. ბევრი თვის შემდეგ მხოლოდ ერთი გემი დაბრუნდა. მისი კაპიტნის თქმით, ისინი შეხვდნენ ზღვის ძალიან ძლიერ დინებას. ის გავდა გიგანტურ მდინარეს, რომელიც ოკეანის შუაგულში მიედინებოდა. კაპიტანი ამატებს, რომ როცა სხვა გემები გააგრძელეს გზა, მან გადაწყვიტა დაბრუნება. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ შეშინებულიყო, მანსა მუჰამედი კიდევ უფრო დაინტერესდა დასავლეთის საიდუმლოთი და გადაწყვეტილება, რომელსაც ის ამის შემდეგ მიიღებდა, შეცვლიდა მალის იმპერიის ისტორიას. სანამ მანსა მუჰამედი დაკავებული იყო ატლანტის ოკეანის მიღმა არსებული სამყაროს აღმოჩენის ოცნებით, ერთი ადამიანი ნელ-ნელა ემზადებოდა უფრო დიდი პასუხისგებლობისთვის. ეს ადამიანი იყო მუსა. მანამდე, სანამ მუჰამედი თავის მეორე საზღვაო ექსპედიციაზე გაემგზავრებოდა 14 საუკუნის დასაწყისში, მან მუსას მიანდო მალის იმპერიის მართვამ თავისი არყოფნის დროს. მოკლედ რო თქვათ, მუსა გახდა დროებითი მმართველი აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი იმპერიისა. ეს პატარა საქმე არ იყო. იმ დროს მალის იმპერია ძალიან დიდი იყო. იგი შედგებოდა მრავალი ქალაქისგან, სოფლისგან და სხვადასხვა ხალხისგან, რომლებსაც საკუთარი ენა და ტრადიციები ჰქონდათ. ამიტომ საჭირო იყო ლიდერი, რომელსაც შეეძლო მოსმენა, გადაწყვეტილების მიღება და იმპერიაში წესრიგის შენარჩუნება. მუსა გადავიდა სანიანის სასახლეში, რომელიც იმპერიის დედაქალაქი იყო. იქ მდებარეობდა მთავრობის ცენტრი.
იქ ტარდებოდა მნიშვნელოვანი შეხვედრები. იქვე მოქონდათ ანგარიშები იმპერიის სხვადასხვა ნაწილიდან, როცა მუხამედი არ იყო, მუსა ყოველდღიურად ასრულებდა ამ საქმეებს. სხვა პროვინციას გუბერნატორები მართავდნენ. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მუსა იღებდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან აფათ მოიპოვა პატივისცემა, იყო ის, რომ კარგად იცოდა, როგორ აერჩია ადამიანები, რომლებიც მთავრობაში იმუშავებდნენ. ის აღიარებას აძლევდა იმ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კარგად ემსახურებოდნენ ხალხს. და ამავე დროს უზრუნველყოფდა, რომ თითოეული პროვინციის ხელმძღვანელები პასუხისგებლობას იღებდნენ. ამის შედეგად იმპერიის ბევრ ნაწილში მმართველობა უფრო ორგანიზებული გახდა. ასევე არსებობენ ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ მუსას დროს მალიდან უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა ესწავლა ჩრდილოეთ აფრიკის საგამანათლებლო ცენტრებში. იმ დროს ისეთი ადგილები, როგორიცაა მაროკო, ცნობილი იყო განათლებით, მეცნიერებით, მათემატიკითა და რელიგიური სწავლებით. მუსას ასევე სურდა, რომ მის თანამემამულეებს ახალი ცოდნა შეესწავლათ, რაც მათ ქვეყანას დაეხმარებოდა. დროის გასვლასთან ერთად ის უფრო და უფრო ცნობადი გახდა როგორც შესანიშნავი ადმინისტრატორი. ის არ გამხდარა ცნობილი დიდი ომების გამო, არც დაპყრობის გამო, ის ცნობილი გახდა იმიტომ, რომ შეეძლო უზარმაზარი იმპერიის მართვა. ამ დროს კი კვლავ არ იყო არანაირი ინფორმაცია მუხამედზე და მის გემებზე. დღემდე ეს აფრიკის ისტორიის ერთ-ერთ საიდუმლოდ რჩება. ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ექსპედიცია ატლანტიკის შუაგულში ჩაიძირა ან დაიკარგა. სხვები კი სხვადასხვა შესაძლებლობებს ვარაუდობენ. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს რა მოხდა სინამდვილეში მათთან. არსებობს ისტორიებიც, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა ისინი ამერიკაში ჩავიდნენ ქრისტოფერ კოლუმბამდე. მაგრამ ამჟამად ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელსაც ისტორიკოსების უმეტესობა მიიღებს, რომ ეს მტკიცება დადასტურდეს. ეს რჩება თეორიად და არა დამტკიცებულ ფაქტად. რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ მან სამუხამედი აღარავის უნახავს. ის აღარ დაბრუნებულა. ასევე აღარ დაბრუნებულა მისი გემების უმეტესობა. ამის გამო მალის იმპერიის ტახტი საბოლოოდ მუსას ერგო. დროებითი მმართველობიდან ის ოფიციალურად გახდა მალის მანსა. მაგრამ დაკარგული ექსპედიციის ძებნაში დროის დაკარგვის ნაცვლად, მან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. მუსა იცოდა, რომ იმპერიის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე საიდუმლოს დევნა, რომელიც შეიძლება აღარასოდეს გაიხსნას. ამიტომ მან დაიწყო მისადმი ერთგული მთავრობის ჩამოყალიბება. მან აირჩია მრჩევლები და ოფიციალური პირები, რომლებსაც ენდობოდა. მან შეინარჩუნა იმპერიის სხვადასხვა ნაწილში მყოფი ლიდერების მხარდაჭერა. და ნელ-ნელა მან ჩაუყარა საფუძველი მმართველობას, რომელიც მალის ისტორიაში ყველაზე მდიდარ და ძლიერ ეპოქას მოუტანდა. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მას შემდეგ, რაც მანსა გახდა, ბევრმა ადამიანმა შეამჩნია დიდი განსხვავება მუსასა და მალის წინა ლიდერებს შორის. ის ცნობილია როგორც ლიდერი, რომელსაც შეუძლია მოსმენა. ეს არ ნიშნავს, რომ ის სუსტია, ეს არც იმას ნიშნავს, რომ მას ძალაუფლების გამოყენება არ სურს, მაგრამ ის იცოდა, როგორ შეეფასებინა სიტუაცია გადაწყვეტილების მიღებამდე. მისი ლიდერობის ერთ-ერთი პირველი გამოცდა მაშინ იყო, როდესაც იმპერიის სამხრეთ ნაწილში ოქროს მომპოვებლებთან გაუგებრობა წარმოიშვა. იმ დროს მომპოვებლები ძალიან მნიშვნელოვანი იყვნენ მალის ეკონომიკაში, ისინი იყვნენ ისინი, ვინც ოქროს მოიპოვებდნენ, რაც იმპერიის სიმდიდრის მთავარი წყარო იყო. ისტორიკოსების თქმით, მუსამ სცადა მეტი ადამიანი დაერწმუნებინა, რომ ისლამს გაჰყოლოდნენ. თუმცა, როდესაც ზოგიერთი მომპოვებელი საზოგადოებისგან წინააღმდეგობა გაჩნდა, დროებით ასევე დაზარალდა ოქროს წარმოება. ძალადობის გამოყენების ნაცვლად მუსამ საუბარი და პრობლემის მოგვარება არჩი. ამის შედეგად მოპოვება ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა და თავიდან იქნა აცილებული უფრო დიდი არეულობა. ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა, რადგან მან აჩვენა, რომ შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება, როცა ხედავს, რომ არსებობს უკეთესი გზა პრობლემის გადასაჭრელად. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ დიპლომატიას იყენებდა. იმპერიის უსაფრთხოების საკითხში მუსა მკაცრი იყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იმ დროს იყო აჩაღები, რომლებიც ვაჭრებს ესხმოდნენ თავს. საფრთხის შემცველი იყო მოგზაურობა ზოგიერთ მარშრუტზე, რადგან იყო ძარცვის ან მკვლელობის რისკი. როცა ვაჭრებს ეშინიათ მგზავრობის, ვაჭრობა ნელდება. როცა ვაჭრობა ნელდება, მთელი იმპერიის შემოსავალი მცირდება. ამიტომ მუსამ უფრო მკაცრი ზომები მიიღო ბანდიტებისა და კრიმინალების წინააღმდეგ. ნელ-ნელა ვაჭრობის მთავარი მარშრუტები უფრო უსაფრთხო გახდა, უფრო მეტმა ვაჭარმა დაიწყო მოგზაურობა, უფრო მეტი პროდუქტი ჩადიოდა სხვა ქალაქში და მთავრობა უფრო მეტ გადასახადს აგროვებდა. აქ დაიწყეს ადამიანებმა მალის იმპერიის გამდიდრების შეგრძნება. როგორც სექცია ძლიერდებოდა, ასევე ძლიერდებოდა ბიზნესი. ბაზრებში მხოლოდ ოქრო არ ბუნავდა. იყო
მარილი, ბრინჯი, თაფლი, ცხენი და კიდე ბევრი სხვა პროდუქტი. იყო საქონელი, რომელიც მოდიოდა აფრიკისა და ისლამური სამყაროს ძალიან შორეული ადგილებიდანაც კი. ნელ-ნელა მალის უფრო დიდი გლობალური სავაჭრო ქსელთან დაკავშირება დაიწყო და სწორედ აქ იმალება მანსა მუსას სიმდიდრის ნამდვილი საიდუმლო. ეს მხოლოდ იმიტომ არის, რომ მათ ბევრი ოქრო ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ისინი აკონტროლებდნენ იმ მარშრუტებს, რომლებსაც ვაჭრები იყენებდნენ. წარმოიდგინე, თუ თითქმის ყველა ვაჭარს შენი ტერიტორიის გავლა უწევს საქონლის გასაპირად და საპიგლად, დიდი შემოსავალი გექნება გადასახადებიდან და მოსაკრებლიდან. ასე მოხდა მალის იმპერიაში. საჰარის უდაბნოში მრავალი მარშრუტი მათ კონტროლქვეშ გადიოდა. კარავნები, რომლებიც ჩრდილოეთიდან მარილს და სამხრეთიდან საქონელს ეზიდებოდნენ, უნდა გაევლოთ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მათ ეკუჩნოდათ. და რადგან ეს მარშრუტები უსაფრთხო იყო, კიდე უფრო მეტი ვაჭარი მიდიოდა იქ. იყო ქალაქები, რომლებიც საქონლის გაცვლის ცენტრად იქცა. აქ ხვდებოდნენ ვაჭრები სხვადასხვა ქვეყნიდან. აქ განიხილავდნენ საქონლის ფასებს. აქვე აგროვებდა მთავრობა გადასახადებს, სახმელეთო მარშრუტების გარდა მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მდინარეებიც, მაგალითად მდინარე ნიგერი. ნავების საშუალებით პროდუქტები უფრო სწრაფად იგზავნებოდა იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. რაც უფრო სწრაფია მგზავრობა, უფრო სწრაფია ვაჭრობა და უფრო სწრაფად შედის ფული მალის ხაზინაში. იმპერიის გამდიდრების პარალელურად მისი არმიაც უფრო ძლიერდებოდა. ზოგიერთი ისტორიკოსის შეფასებით, იმ პერიოდში მალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი არმია ჰყავდა აფრიკაში. ათასობით ჯარისკაცი და ცხენზე ამხედრებული მებრძოლი ჰყავდათ. ცხენოსნები მნიშვნელოვანი იყვნენ, რადგან ისინი სწრაფად გადაადგილდებოდნენ ვრცელ ველებსა და უდაბნოში. მათ იყენებდნენ სავაჭრო მარშრუტების დასაცავად, საზღვრების დასაცავად და იმპერიაში წესრიგის შესანარჩუნებლად. მუსა კარგად იცოდა, რომ სიმდიდრე საკმარისი არ არის, თუ მას დაცვის უნარი არ გაქვს. ამიტომ, როცა მის სამეფოში ოქრო სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა, მუსა ასევე აძლიერებდა თავის ჯარს. უსაფრთხო ვაჭრობის, ძლიერი მმართველობისა და ძლიერი სამხედრო ძალის გაერთიანებით, მალის იმპერიამ დაიწყო ისეთი ძალაუფლების მიღწევა, რომელიც აფრიკის ისტორიაში იშვიათად გვხდება. და როცა მისი სიმდიდრე კიდევ უფრო იზრდებოდა, მანსა მუსას გონებაში ნელ-ნელა ალიბდებოდა ერთი მოგზაურობის იდეა. ეს იყო მოგზაურობა, რომელიც მის სახელს მთელ მსოფლიოში გაავრცელებდა. ამავდროულად, როცა მალის იმპერია მდიდრდებოდა, ის ასევე განაგრძობდა გაფართოებას. ისტორიკოსების თქმით, მანსა მუსას მმართველობის პირველ წლებში მან თავის იმპერიას ახალი ტერიტორიებიც შემატა. ამის შედეგად მან მის კონტროლქვეშ მოექცა კიდევ უფრო მეტი სიმდიდრე, მოსახლეობა და სავაჭრო მარშრუტი. ამ ძალაუფლების შესანარჩუნებლად მას ძლიერი არმია სჭირდებოდა. მალის მასშტაბით ხალხი დიდ პატივს სცემდა მჭედლებს. ისინი ამზადებდნენ ხმლებს, შუბებს, მშვილდებს და სხვა იარაღებს, რომელსაც არმია იყენებდა. იარაღის წარმოების განვითარებასთან ერთად ომის ტაქტიკებიც უმჯობესდებოდა. არსებობდა სპეციალური სამხედრო დანაყოფები, რომლებიც სწრაფად იგზავნებოდნენ იმპერიის სხვადასხვა ნაწილში საფრთხის შემთხვევაში. მდინარეებს იყენებდნენ ადამიანებისა და მარაგების სწრაფად გადასაყვანად. ასევე არსებობდა შერჩეული მებრძოლები, რომლებიც იმპერიის ელიტურ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი იგზავნებოდნენ ყველაზე მნიშვნელოვან მისიებსა და დიდ ბრძოლებში. გარდა არმიის ძალისა, მუსასთვის კიდევ ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი, მისი რწმენა. 1324 წელს, თითქმის 12 წლის შემდეგ, რაც მანსამ გახდა, მან გადაწყვიტა თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგზაურობა დაეწყო. ეს იყო ჰაჯი მუსლიმებისთვის წმინდა მოგზაურობა მექაში. მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოგზაურობა არ ყოფილა. იმ დროს მალის სამეფო უკვე ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძლიერ სამეფოდ ითვლებოდა მსოფლიოში. მუსას ასევე სურდა სხვა ქვეყნებისთვის ეჩვენებინა, რამდენად დიდი და მდიდარი იყო მისი იმპერია. ამიტომ მან უზარმაზარი ქარავანი მოამზადა. ძველი ჩანაწერების მიხედვით, მოგზაურობაში დაახლოებით 60,000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ჯარისკაცები, მსახურები, მთავრობის მოხელეები, ოჯახი და მისი ჯგუფის სხვა წევრები. ასობით ცხენი და აკლემი საკვებს ატარებდა. წყალი, აღჭურვილობა და უამრავი ოქრო. ზოგიერთი აკლემი მხოლოდ ოქროს ატარებდა. როდესაც ქარავანი მოგზაურობდა, ის აფრიკის შუაგულში მოძრავ ქალაქს გავდა. ნიანის დედაქალაქიდან ისინი გადაკვეთეს ვრცელი საძოვრები და საბოლოოდ მიაღწიეს საჰარის უდაბნოს. აქ დაიწყო მათი მოგზაურობის ყველაზე რთული ნაწილი. დღისით უდაბნოში ძალიან ცხელა, ღამით კი ძალიან ცივა. ყოველ დღე მათ უნდა ეძებნათ საკმარისი წყალი, ათასობით ადამიანისა და ცხოველისთვის. ამის მიუხედავად, ქარავანი მრავალი თვის განმავლობაში აგზელებდა გზას. ბოლოს ისინი მივიდნენ იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში მსოფლიოში, კაიროში, ეგვიპტეში. 1324 წელს კაირო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მდიდარი ქალაქი მსოფლიოში.
ბევრი ადამიანი გაოცებული იყო, როდესაც მანსა მუსა და მისი უზარმაზარი ქარავანი ქალაქში შევიდნენ. ფერადი ტანსაცმელი, ძვირფასი სამკაულები და უამრავი ოქრო. უმეტესობას არასდროს უნახავს ასეთი სიმდიდრე მოგზაურობისას ნაჩვენები. როდესაც მუსა ეგვიპტის სულთანმა მიიწვია, კიდევ ერთი სენსიტიური სიტუაცია შეიქმნა. იმ დროის ტრადიციით მისგან ელოდნენ, რომ სულთანისადმი პატივისცემას გამოხატავდა ისეთი გზით, რაც მას არ სურდა გაეკეთებინა. მაგრამ მშვიდობიანი საუბრის შედეგად მათ შეძლეს კომპრომისის პოვნა, რომელმაც ორივე მხარეს პატივის სცა. მათ შეხვედრა კარგად წარიმართა, მათ ერთმანეთს საჩუქრები გაუცვალეს, ისინი თავიანთ სამეფოებზე საუბრობდნენ. და როცა ქარავანი კაიროში ისვენებდა, მთელ რეგიონში დაიწყო გავრცელება ამბის შესახებ, აფრიკელი მეფის შესახებ, რომელსაც თითქმის განუსაზღვრელი სიმდიდრე ჰქონდა. და იმ დროს ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მანსა მუსას შემდეგი ქმედებები ეგვიპტეში კიდევ უფრო გავრცელებდა მის სახელს ისტორიაში. რამდენიმე თვე კაიროში დარჩენის შემდეგ მანსა მუსას სახელი კიდევ უფრო განთქმული გახდა. სადაც არ უნდა წასულიყო, ის აძლევდა ოქროს ღარიბებს, მოხელეებს, ვაჭრებს და რელიგიურ ლიდერებს. ისე ბევრი ოქრო გაანაწილა, რომ ისტორიკოსების თქმით, კაიროში ოქროს ღირებულება რამდენიმე წლის განმავლობაში დაეცა. ამან აჩვენა, რამდენად მდიდარი იყო მალის იმპერია იმ დროს. 1324 წლის ბოლოს მუსამ გააგრძელა მოგზაურობა მექისკენ. ეგვიპტიდან მისი ქარავანი არაბეთის უდაბნოებს გადაკვეთა, სანამ მედინას მიაღწევდნენ, რომელიც ისლამის მეორე ყველაზე წმინდა ქალაქია. აქ მუსა ეწვია რწმენის მნიშვნელოვან ადგილებს და ესაუბრა ბევრ სწავლულს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ამის შემდეგ ისინი მექაში გაემართნენ. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მუსამაც იხილა ქალაქი, რომლის ნახვაც დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა. სხვა მომლოცველების მსგავსად მანაც ჩაიცვა უბრალოდ თეთრი სამოსი და დროებით გვერდზე გადადო თავისი მეფის სტატუსს. რამდენიმე დღის განმავლობაში მან ჰაჯის რიტუალები შეასრულა ათასობით მუსლიმთან ერთად, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსულნი. ზოგიერთ ჩანაწერის მიხედვით, მომლოცველებს შორის ერთხელ დაძაბულობა წარმოიშვა. თუმცა ეს საკითხი მოგვარდა ისე, რომ ძალადობამდე არ მისულა. როდესაც ჰაჯი დასრულდა, მუსამ მიიღო ტიტული ჰაჯი, რაც არის პატივი, რომელსაც ანიჭებენ მათ, ვინც წმინდა მოგზაურობა დაასრულა. ზოგიერთი ამბავი ამბობს, რომ მას ძალიან მოეწონა ცხოვრება მექაში და სურდა იქ დარჩენა. მაგრამ როდესაც ის არაბეთში იყო, მალიდან ამბები მოდიოდა. იმპერიაში იყო პრობლემები, რომლებიც უნდა გადაეჭრა და მეზობელ მიწებზეც დაძაბულობა იყო. ამის გამო მან გადაწყვიტა დაბრუნება. მანამდე სანამ წავიდოდა, მან მოიწვია რამდენიმე მეცნიერი, მასწავლებელი, რელიგიური ლიდერი და ექსპერტი, რომ გაჰყოლოდნენ მას მალიში. ერთ-ერთი ვინც გაჰყვა იყო აბუიშაკ ალ-საჰილი, ცნობილი არქიტექტორი და პოეტი, რომელმაც მოგვიანებით დიდი გავლენა მოახდინა მალის იმპერიის არქიტექტურაზე. როდესაც ისინი აფრიკაში ბრუნდებოდნენ, მანსა მუსას სიმდიდრის შესახებ ამბები კიდევ უფრო მეტად გავრცელდა. ბაზრებსა და სავაჭრო ცენტრებში ევროპიდან, აზიიდან და აფრიკიდან ჩამოსული ვაჭრები საუბრობდნენ მალის მეფეზე, რომელიც უზარმაზარი ოქროთი მოგზაურობდა. ბევრი ადამიანი დაინტერესდა მისი იმპერიის სიმდიდრის წყაროთი. თუმცა მალის ოქროს მაღაროების ზუსტი მდებარეობა უცხოელებისთვის საიდუმლოდ რჩებოდა. მათი დაბრუნების გზაზე მოგზაურობა ადვილი არ ყოფილა. ქარავანის რამდენიმე წევრი დაავალდა. ზოგიერთი მათგანი გზის სირთულეების და უდაბნოში არსებული საფრთხეების გამო დაიღუპა. იმის გამო, რომ მოგზაურობისას მან უკვე ბევრი ოქრო გაანაწილა, მუსა იძულებული გახდა კაიროში ყოფნისას ფული და მარაგები ეთხოვა სესხად. რათა მალიში დაბრუნება გაეგრძელებინა. თუმცა მიუხედავად ამისა, ის მაინც დარჩა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ მმართველად. როდესაც ქარავანი დასავლეთ აფრიკას უახლოვდებოდა, მნიშვნელოვანი ამბავი მოვიდა. მოხსენებების მიხედვით, მის გენერალთაგან ერთმა სონგაის წინააღმდეგ გაიმარჯვა და დაიპყრო გაოს ქალაქი, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო. მუსასთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს მხოლოდ იმიტომ არ იყო მნიშვნელოვანი, რომ მის ტერიტორია გაიზარდა, არამედ იმიტომ, რომ ამან კიდევ უფრო გააძლიერა მალის კონტროლი დასავლეთ აფრიკის სავაჭრო მარშრუტებზე. ამიტომ მან შეცვალა დაბრუნების გზა და პირდაპირ გაემართა გაოში. იქ მან პირადად უხელმძღვანელა შეთანხმებას დამარცხებულ ლიდერებთან. მათი მთავრობის განადგურების ნაცვლად მან მათ საშუალება მისცა ადგილობრივი საკითხები თავად ემართათ. თუმცა კვლავ მალის იმპერიის ძალაუფლების ქვეშ დარჩნენ. ეს იყო მეთოდი, რომელსაც მუსა ხშირად იყენებდა. მას უსჩვენოდა ერთგულება და სტაბილურობა ქონოდა, ვიდრე დაუსრულებელი ომი. როცა ის თავის დედაქალაქს უახლოვდებოდა, ყველასთვის უფრო ნათელი გახდა, რომ ის უბრალოდ მდიდარი მეფე აღარ იყო. მანსა მუსა უკვე მთელ აფრიკაში და მის ეპოქაში ცნობილი სამყაროს დიდ ნაწილში აღიარებული ლიდერი იყო.
მას შემდეგ რაც მალიმ გაო დაიპყრო, მანსა მუსას მხოლოდ ტერიტორია არ დამატებია. მას ასევე დაემატა კონტროლი გაოს უფრო მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტებზე, ხოლო მუსამ ქალაქის ძველი მეჩეთი შეამჩნია. ჩანაწერების მიხედვით, მას მისი გარეგნობა არ მოსწონდა. ამიტომ უფრო გამძლე და ლამაზი შენობის აშენება დაავალა. სწორედ აქ გახდა ცნობილი მალის არქიტექტურის სტილი. კედლები სქელია, დამზადებულია ტალახისგან, ხისგან, ბოჭკოსგან და სხვა მასალებისგან, რომლებიც ადვილად მოიპოვება ამ ტერიტორიაზე. გარეგნულად მარტივია, მაგრამ გამძლეა და შესაფერისია დასავლეთ აფრიკის ცხელი კლიმატისთვის. გაოდან მუსა ტიმბუქტუში გადავიდა და აქ მისი ამბიციები კიდევ უფრო გაიზარდა. მან დაინახა, რომ ტიმბუქტუ ჩვეულებრივი ქალაქი არ იყო. ის ახლოს მდებარეობს ნიგერის მდინარესთან. აქ გადიან ვაჭრები და ეს შესანიშნავი ადგილია ვაჭრობის, რელიგიისა და განათლების ცენტრად გადაქცევისთვის. ამიტომ მუსას მმართველობის დროს ტიმბუქტუ კიდევ უფრო განვითარდა. მან ააშენა მეჩეთი, სკოლა და შენობები, რომლებიც მალის ისტორიაში მნიშვნელოვანი გახდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არის ჯინგერებერის მეჩეთი, რომელიც დღემდე ითვლება ტიმბუქტუს ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად. ქალაქში განათლებაც განვითარდა. ქალაქში ჩამოვიდნენ სწავლულები, მასწავლებლები, სამართლის, მათემატიკის, ასტრონომიისა და ისლამური მეცნიერებების ექსპერტები. ამიტომ ტიმბუქტუ აღარ იყო მხოლოდ ვაჭრობის ადგილი, ის ასევე გახდა ცოდნის ცენტრი. როცა მუსა დედაქალაქ ნიანში დაბრუნდა, ხალხმა იგი გმირივით შეეგება. მასთან არ მოქონდა მხოლოდ თავისი ჰაჯის ისტორია. მას ასევე მოქონდა ახალი იდეები ეგვიპტიდან, არაბეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ეს იდეები მან თავისი იმპერიის გასაუმჯობესებლად გამოიყენა, ააშენა მეჩეთები, გააძლიერა განათლება და მან კიდევ უფრო გახსნა მალი ურთიერთობებისთვის მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. მაგრამ რაც უფრო ძლიერდებოდა მალი, უფრო მეტი უცხოელი ინტერესდებოდა მისი სიმდიდრით. განსაკუთრებით ოქროთი. როცა მუსას ეკითხებოდნენ, საიდან მოდიოდა მალიში ამდენი ოქრო, ის პირდაპირ არ პასუხობდა. ზოგიერთი ამბის მიხედვით ის ამბობდა, რომ ოქრო თითქოს მცენარესავით იზრდებოდა საიდუმლო ადგილას. ეს არ იყო სიტყვასიტყვეთი ახსნა. ეს იყო თავაზიანი გზა უცხოელებისთვის, ეთქვა არ ჩაერიოთ, საიდან ვიღებთ ოქროს. მუსა იცოდა, რომ თუ სხვა სამეფოები გაიგებდნენ საბადოების ზუსტ მდებარეობას, ეს შეიძლება საფრთხედ იქცეს მალისთვის. დაახლოებით 1330-იან წლებში მანსა მუსა გარდაიცვალა. ზუსტი წელი და მისი გარდაცვალების მიზეზი უცნობია, რადგან ძველი ჩანაწერები განსხვავებულია. მას მემკვიდრეობით მისი შვილი მაგანი მოჰყვა. მაგანის მმართველობა ისეთი ძლიერი არ ყოფილა, როგორც მისი მამის. ნელ-ნელა უსაფრთხოების პრობლემები გაჩნდა. ზოგიერთმა ადგილმა აჯანყება დაიწყო. ტული ჯგუფები თავს ესხმოდნენ. ქალაქები, რომლებიც მუსას დროს უსაფრთხო იყო, თანდათან სუსტდებოდა. მაგანის შემდეგ მუსას ძმა სულაიმანი გახდა მმართველი. მისი მმართველობის დროსაც მნიშვნელოვანი იყო მალი, მაგრამ უკვე ჩანდა დასუსტების პირველი ნიშნები. მეფის ოჯახში შიდა კონფლიქტები დაიწყო. პროვინციების ლიდერები გამოჩნდნენ, რომლებსაც გამოყოფა სურდათ. მოგვიანებით კი მეზობელი სამეფოებიც გაჩნდა, მათ დაიწყეს მალის მიწების დაპყრობა. საუკუნეების განმავლობაში იმპერიის ძალაუფლება სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ოდესღაც ძლიერ მალის იმპერია ნელ-ნელა დაიშალა პატარა სამთავროებად. მისი დედაქალაქი მიანი მოგვიანებით დაიპყრეს და დაწვეს. აქ დასრულდა მალის იმპერიის ოქროს ხანა. მაგრამ მანსა მუსას სახელი არ დავიწყებულა. ქრესაც ის ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ისტორიაში. არსებობს თანამედროვე შეფასებები, რომლებიც ამბობენ, რომ თუ მის სიმდიდრეს დღევანდელ ფულთან შევადარებთ, მისი ქონება შეიძლება 100 მილიარდ დოლარზე მეტი ყოფილიყო. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს რიცხვები ზუსტი არ არის. შუა საუკუნეების მეფუნეების მეფის სიმდიდრის გაზომვა რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საფუძველი ძველი ამბები, ოქროს ვაჭრობა და ჩანაწერებია, რომლებიც მის სიცოცხლეზე მრავალი წლის შემდეგ დაიწერა. რაც ნამდვილად ვიცით, ეს არის. მალი იყო ძალიან მდიდარი, მუსას ჰქონდა უზარმაზარი გავლენა და მისმა ჰაჯმა მალი უფრო ფართო სამყაროს გააცნო. 1365 წელს გამოჩნდა კატალონური ატლასი, შუა საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რუკა. იქ მანსა მუსა გამოსახულია ოქროს ხელში. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის გარდაცვლილია, მას ჯერ კიდევ იცნობენ შორეულ ადგილებში როგორც ქვეყნის მეფეს, რომელიც ოქროთი იყო მდიდარი. მაგრამ მანსა მუსას მემკვიდრეობა მხოლოდ სიმდიდრე არ იყო. მან გააძლიერა ვაჭრობა. მან განავითარა ტიმბუქტუ. მან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა განათლებას. და მან აჩვენა, რომ იმ დროის აფრიკას ჰქონდა იმპერიები საკუთარი სისტემით, ცოდნით, არქიტექტურით და ძალაუფლებით. ამიტომ, როცა ვისმენთ მანსა მუსას სახელს, მხოლოდ ოქრო არ უნდა გაგვახსენდეს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლიდერი, რომელმაც თავისი სიმდიდრე გამოიყენა იმპერიის გასაძლიერებლად, მალის მსოფლიოსთან დასაკავშირებლად და დატოვა მემკვიდრეობა, რომელზეც დღესაც საუბრობ.